ვარეგისტრირებდი და რახან იმპორტი არის აქ ხელშეკრულებებში და პირობებში უნდა მიუთითოთ იმპორტი. და ვალუტა, რა ვალუტაც არის, ანუ აქ არის ესე იგი ევრო. ევროს ვუთითებთ აქ. ევრო. და აქ მეტი სხვა რამის მითითება არ ჭირდება. საწყობი უნდა მივუთითოთ. და ესე იგი მოცემული იყო ASCII-ის წვენი და ფეიხოიას წვენი. დავამატოთ ნომენკლატურა. ASCII-ის წვენი. ეს არ გვაქვს ამიტომ ფეიხოიას წვენს დავამატებ პირდაპირ. ფეიხოიას წვენი. რაოდენობა 200 ცალია. და ფასი 3 ევრო. პირდაპირ გამოისახა. და მოდი ASCII-ის წვენსაც დავამატებ პარემ. ჯგუფი დასმულები. აქ ნომენკლატურის დამატებისას არტიკული უნდა მივუთითოთ. ეს თქვა. აქ ცალია და ეს ანგარიშები. ASCII-ის წვენი არის 400 ცალი. და ფასი არის 1 ევრო, ხო? არა, 5 ევრო. 5 ევრო. და ამისება არ უნდა. შენახვა. ევრო იყო ფიქსირებული კურსი მონის სამდარზე. ევროს კურსი ხო, მართალია. 3 ევრო. 3 ლარი 1 ევრო. დავაჭიროთ შენახვა. გადაიღეთ. გადავდა. და ახლა გამაბაჟოთ იმპორტული საქონელი. შესყიდვები, იმპორტი. აქ ავირჩიოთ ის კომპანია, რომლისგანაც შევისყიდეთ. აქ უკვე გამოჩნდა ეს ნომენკლატურა და თითოეულში უნდა მივუთითოთ იმპორტის განაკვეთი. და ბაზაში უნდა უკვე ჩავწეროთ თანხა ლარებში, რაც არის, ანუ ეს არის 7800 ლარი. იმპორტის თანხა არის 916, ამას დავუმატებთ ერთმანეთს. 7800 დამატებული 916 და გავამრავლოთ 18%-ზე. მივიღეთ DRG-ის თანხა. აქ გონი ჩაწერა უნდა თუ არ უნდა ჩაწერა? უნდა გონი ჩაწერა, ჩაწეროთ. მოკლედ იმპორტის თანხა აღერიცხათ თითოეული ნომენკლატურის მიხედვით.
აქ უნდა კიდე ამის მითითება, აქ იყო საბაჟო დეკლარაცია 745 და C900 აქ იქ D და აქ C წერია და 970 გამი. შენახო. და გატარება. ნახოთ ახლა თუ გაატარებს. აჰა, გატარდა. ეს ანგარიში. მორჩა. კიდე ხო არაფერი გინდათ. რო გავაკეთოთ. არ ვიცი, ნახე, აბა კიდე რამე არის? მეცა გავაზიარებ ახლა იმას და ვნახოთ ესე. ეს იყო იმაზე საბაჟო დეკლარაცია. აქ ჩაწერეთ, აქ არ უნდა ხო ჩაწერა. ესე მეგონა ვითომ აქ უნდა ჩაგვეწერა რაღაცა. არა, არ უნდა მანდ. ეგ აუდიტორიებში როცა იბარებდნენ, მგონი მაშინ აკეთებდნენ ხოლმე მაგეებს. თვითონ პროგრამაში ვაკეთებ და ჩაწერა რაღაც უნდათ, რა ვიცი. აქ არის. მოდი თავიდან ვნახოთ რა ოპერაციებია. საქონლის შეძენა. ისე ანგარიშვალდებული პირის მიერ საქონლის შეძენა არ გავაკეთოთ? იმიტომ რომ ეგ ცალკე უნდა ანგარიშვალდებული პირის აღიცხვა და იმას უნდა მიუწერო რაღაცეები და ხო, პირადი ნომერი, სამუშაოზე აყვანის დრო და რაღაცეები ამისათითებელი. თუ იცი ამას, კაი? კი, გააკეთება. შესყიდვები. შესყიდვა ანგარიშვალდებული პირის მიერ. მომწოდებელში წერია კვარცი. ну ადგილობრივ 9 ნიშნა აქვს საიდენტიფიკაციო კოდი. შეზღუდულ პასუხს საქართველოს საშეკელებათა პირობებში დაღეგეს გადამხდა. საწყობილ მომენტოთ და ანგარიშვალდებული პირი წერია ილია ნოზად. ამატოთ ესე იგი პირადი ნომერი, ну აქ რაც ამითითებული მას ჩაწერთ, მაგრამ მე ნებისმიერ ჩავწერ. კესის მითითება არ არის აუცილებელი და სამსახურში მიღების თარიღი უნდა ჩაწეროთ. აქ არაფერი არ არის საჭირო. და შემდეგ ნომენკლატურა რა არის შეძენილი.
დაბადების აქ წერია დაბადების თარიღის მიუთითებოდა. მაგას მიუთითებ უკვე. შოკოლადის ქილა 50 თალი. ეს აქ არის შავი შოკოლადი. და ფასი არის 5 ლარი. ნახოთ ანგარიშები, ყველაფერი. ჩაწერა. გადახედე. ეს იყო შეძენა ანგარიშმადებული პირის მიერ. მიღება ჩაბარი. ეს რაო? ანა ჩიტაძე მიღება ჩაბარების აქტის თანახმად შეასრულა საკონსულტაციო მომსახურებათა ხელზე გასაცემით ახლა შეადგენს 200 ლარს. ეს უბრალოდ ის არის ფიზიკური პირისგან მომსახურების შესყიდვა არის, ეს ადვილი არის. თუ გინდათ გავაკეთებთ. პირდაპირ გეთდება, ხო, ჩვეულებრივად რამე ზედმეტი მოსანიშნე არ არის, მე მგონი მანდ. არა, არ არის, უბრალოდ ფიზიკურ პირს დაარეგისტრირებ და შემდეგ აქტივები და მომსახურებაში ჩაწერ საკონსულტაციო მომსახურებას და იქ ანგარიშის მითითება უნდა 74 რაღაცას ჩაწერს და ამოგიგდებს პირდაპირ საკონსულტაციო ხარჯს. ეს ანგარიშვალდებული პირის მიერ არარეზიდენტისგან ეს იჯარა მე რაც თქვი არარეზიდენტზე აქ უკუდაბეგვის დღგ-ს მიუთითებ ზანას. საბაჟოდ ეს არის კიდე იმპორტი. აქ არ უნდოდა სატრანსპორტო ხარჯი? აგერა სატრანსპორტო ხარჯი. აქ უკვე ცალკე გაატარეთ ამ იმპორტის დოკუმენტს და ცალკე აგერ სატრანსპორტო საქონლის ტრანსპორტირებას და შემდეგ ხარჯებს გაანაწილებთ და მერე გააკეთებთ იმპორტული საქონლის განბაჟებას. ეს გავაკეთეთ. ეს იგივე არის ხა არაფერი არ არის. აქ უკვე გასაყიდი ფასების დადგენა არის და ეს გავაკეთეთ. შეკვეთები გავაკეთეთ. და რეალიზაცია გავაკეთეთ შეკვეთის საფუძველზე. შემოსავლის ორდერი გავაკეთეთ. კომპენსაციის და კომპენსაციის გარეშე რეალიზაცია გავაკეთეთ. ათომის საწყობში გადატვირთულია. ეს საწყობებს შორის გადაადგილება არის? რომ განმარტივია გავიგე. შექმნით ნომენკლატურა. ხო, აქ უკვე ეს არის სპეციფიკაცია და აი მის რა ქვია, ნომენკლატურების გაერთიანების შექმნა და აქ არის უკვე ინვენტარიზაცია, ეს გავაკეთეთ და ანგარიშის შექმნაც გავაკეთეთ. მოკლედ ეს არის რა. იმედია რაიმე განსხვავებული და სხვა არ შემოგვივა ჩვენ. აიგა, აბა, ხვალამდე მაშინ. კარგი, აბა, წარმატებები. კარგად. წარმატებები. კარგად.